გამარჯობათ. ამ ვიდეოში მინდა ვისაუბროთ ფულზე. ძალიან საინტერესო თემაა და განვიხილოთ ენერგეტიკული პერსპექტივით საერთოდ ფული რა არის. ფული არის ენერგია და ეს ენერგია არის აბსოლუტურად ნეიტრალური. ძალიან ბევრ ადამიანს, რომელსაც აქვს რელიგიური ბექგრაუნდი ან ამ ინკარნაციაში ან წინა ინკარნაციებში ხშირად განწყობილი არის ფულის მიმართ ძალიან ნეგატიურად. მაგრამ სინამდვილეში ფული ძალიან პოზიტიური რაღაც არის და როდესაც ადამიანი ინკარნირდება და უკავშირდება სამყაროს, ჩამოდის მატერიაში, ისე იცხოვროს არის მისი მიზანი, რომ მატერიაში განიცადოს სიამოვნება, რომ მატერიაში დააგროვოს გამოცდილება და გაერთოს. ჩვენი მთავარი მიზანი არის ყველასი გართობა. რაც უფრო მატერიასთან აქვს ღრმა კავშირი ადამიანს, მით უფრო არეშინია ფულის ენერგიის, მით უფრო უშვებს საკუთარ თავთან ფულის ენერგიას. ყველა ადამიანი, როდესაც ყველა ადამიანს, რომელსაც რაღაც სარგებელი მოაქვს დედამიწაზე, თუ ფულის ენერგია აქვს დაბლოკილი, მაშინ ვერ ხდება მისი მთლიანი რეალიზაცია. და მინდა მივაქციო ყურადღება იმას, რომ არსებობს ძალიან ბევრი ტექნიკა, როგორ მოვიზიდოთ ფული, როგორ დავუმხტოთ მონეტები, არსებობს იოგაში ესეთი კრია, როგორ უნდა მოიზიდო ფული, მაგრამ ეს არის ძალიან, ასე ვთქვათ, ზედაპირული. უყურეთ, როდესაც ჩამოვდივართ დედამიწაზე, ჩვენი ცნობიერება, როგორც ვირტუალურ სამყაროში, ყველაფერს გარშემო აპროეცირებს. თუ ჩვენ შიგნით გვაქვს რაღაც ბლოკი, რომ ფული არ უნდა მოუშვა საკუთარ თავთან, სხვადასხვა მიზეზების გამო. ეს მიზეზები შეიძლება ძალიან ბევრი იყოს. შეიძლება იყოს რელიგიური ინკარნაცია, სადაც დაგვაჯერეს, რომ ფული არის ცუდი და არ უნდა გქონდეს და ვისაც ბევრი ფული აქვს, სადა სასუფეველში ვერ შევა. მეორე ვარიანტი, გქონდა რაღაც ინკარნაცია, სადაც ბევრი ფული გქონდა და რაღაც გავაფუჭეთ, რადგანაც დიდ ძალაუფლებაც აქვს ფულს. მესამე ვარიანტი, არ ვართ მთლიანად ჩამოსული დედამიწაზე მთელი ჩვენი ენერგიით, გქონდას რაღაც სხვა პლანეტაზე, რაღაც მაღალ განზომილებაში ინკარნაცია და ცნობიერებას ჯერ კიდევ ნახევარი ფეხი იქ აქვს, ანუ ისე ნატრება და დედამიწაში ბოლომდე მატერიაში ასე ჩამოსული არ არის. მაშინაც შეიძლება ფულთან გქონდეს ადამიანს პრობლემა. ამ შემთხვევებში არის პრობლემა შიგნით, ჩვენში. როდესაც რაღაცა ტექნიკას ვაკეთებთ, ან რაღაც ჯგუფს უერთდებით, რომ მოვიზიდოთ ფული. ვუპირისპირდებით საკუთარ თავს. ანუ, შიგნით არის პროგრამა, რომ მე არ მინდა, რომ ჩემთან ფული მოვიდეს რაღაცა მიზეზის გამო. და ამ დროს ზედაპირზე, იმიტომ რომ ცნობიერად მინდა, ჭირდება ყოველ შემთხვევაში. შევდივარ, ვაკეთებ რაღაც ტექნიკას, შევდივარ რაღაც ჯგუფში, რაღაც ტრეინინგში, რომელიც ფულის ენერგიაზე მუშაობს, კოლექტიურად. და აქ არის გაერთიანებული ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც ასევე შიგნით აქვს რაღაც დაბლოკილი და იმიტომ არა აქვს ფული და არა იმიტომ, რომ სამყაროში ფული არ არის. სამყაროში არის ფული როგორც წვიმა, რეალურად. თუ არ შეუშვერ ქოლგას, თავზე დაგეცემა. და ეს ქოლგა არის ჩვენი გვეცნობიერი პროგრამა. როდესაც შევდივართ ამ ჯგუფში, იქმნება კოლექტიური ველი. და ეს კოლექტიური ველი რაღაცებს კი ამუშავებინებს ზოგადად ადამიანებს, მაგრამ გარედან ესე რომ ზედაპირზე დაამუშავო და შენი საკუთარი თავის წინააღმდეგ წახვიდე, ეს არ გამოდის. ამიტომ არის სხვადასხვა ვარიანტი. შეიძლება რაღაცა მოკლევადიანად ნახო სარგებელი ამ პროექტებიდან და საბოლოო ჯამში ისევ შენი ცნობიერება უკან დააბრუნებს ყველაფერს. ეს ერთი ვარიანტია.
მეორე ვარიანტია, რომ პირიქით უფრო უარყოფითად განვითარდეს სიტუაცია, ვიდრე იყო. და მესამე ვარიანტია, რომ ახლოს გაივლის ფული, მაგრამ არ შეგეხება. ანუ აი ესეთი ისტორიები გამიგია, რომ ვიღაცა აკეთებდა კუნდალინი იოგას კრიას მოსაზიდად და ფული გადმორიცხეს მის ანგარიშზე, რადგანაც ვიღაცისთვის ანუ მოსახერხებელი იყო ესე. ანუ საკუთარი არ იყო, ვერც გამოიყენა, მაგრამ ფულმა ახლოს გაიარა. ვიღაცამ თქვა, რომ სულ ისეთ ადგილებში ხვდება, სადაც მდიდარი ადამიანები დადიან, მაგრამ თვითონ არ აქვს ფული. არის, როდესაც სამყაროს აი ეს რაღაცნაირად ვაჯანჯღარებთ გარედან და არა საკუთარ თავს. ანუ ცდილობთ, რომ აი ეს პროექცია დავაკორეგიროთ და არა თვითონ პროექტორი. სწორი გზა რა არის ახლა? სწორი გზა არის, რომ საკუთარ თავზე იმუშაო. აღიარო შენ თავთან, რატო არ გინდა სად არის ის ასე ვთქვათ, მიზეზი. რა არის მიზეზი? იმის, რომ შენ ამ მომენტში ფული არ გინდა. ადამიანები, რომლებიც დაკვირვებულები არიან, ამჩნევენ კიდევაც. მაგალითად, გამიგია ერთი ადამიანისგან, რომელსაც რელიგიური ბექგრაუნდი ჰქონდა, რომ როდესაც ფული უვარდება ხელში, ცდილობს, რაც შეიძლება მალე მოიშოროს, გინდაც ეს იყოს რაღაცა, ვთქვათ, აზარტულ თამაშში წაგება. და როცა აგებს, მაშინ ქვეცნობიერად ისვენებს. გამიგია ადამიანისგან, რომელსაც ფულზე ბლოკი ჰქონდა, რომ ხელფასი არ ჩაერიცხა და ქვეცნობიერად მასში რაღაცას გაუხარდა. დაიჭირა ეს სიხარული. ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც უკვე ძალიან ღრმად არიან საკუთარ თავში ისედაც და რაღაც ამ პატარა იმპულსებს სწორედ იჭერენ. მაგრამ თუ ადამიანი საკუთარ თავს სიმართლეს ეტყვის, მაშინ ყველას შეუძლია, რომ პირდაპირ გზამოძებნოს საკუთარ სიღრმესთან და დააკვირდეს საკუთარ რეაქციებს და იპოვოს ის წერტილი, რაც არ უშვებს, რომ სამყარომ მას თავზე დააყაროს ფული. სულ სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს. შეიძლება ადამიანმა მას შემდეგ, რაც ფული არ აქვს, წავიდეს იმ გზით, რომ საკუთარ თავში უფრო ღრმად ჩაიხედა რაღაცეები დაალაგა და ოღონდ ჯერ არ დაუმთავრებია ეს პროცესი, იმიტომ რომ ძალიან გრძელია. და ამიტომ ცნობიერებამ ესე გადათარგმნოს, რომ ჯერ ცოტა ხანი გავაჩერებ ამ ფულის მოსვლის პროცესს და კიდე რაღაცებს დავამუშავებ. ესეც შეიძლება იყოს. ანუ ძალიან ინდივიდუალურია ეს მიზეზი. და ფული რეალურად უბრალოდ ენერგია. მაგალითისთვის გეტყვით, სულის დონეზე როგორ ითარგმნება ფული. ერთი ადამიანი, რომელიც არის ძალიან მაღალი ცნობიერები, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ცნობიერების ადამიანია, ვინც ჩემთან სეანსზე მოსულა. მეუბნება, რომ პირველი სეანსის შემდეგ იგრძნოს მოთხოვნილება, რომ კონდეს მეტი ფული. და თან იქიდან გამომდინარე, რომ სულიერი ინკარნაციები ქონდა, ანუ სულიერებაში ყოფნის ბექგრაუნდი ქონდა, მერევე თვითონ არ ესიამოვნა, რადგანაც სულიერებაში იცით, რომ ძალიან ბევრ რელიგიაში ფული ითვლება ეშმაკის, რა ვიცი, სათამაშოდ. ხო და შემდეგ სეანსი, როდესაც გავაკეთეთ და გადმოვთარგმნეთ ეს იმპულსი რა იყო, ეს იყო უბრალოდ მატერიაში ჩამოშვების იმპულსი, რომ უფრო მეტად შეეხოს ამ სამყაროს. ანუ როდესაც ბევრი ფული, რაც უფრო მეტი ფული გაქვს, უფრო ეხები დედამიწის ცხოვრებას, უფრო აქ ხარ, ასე ვთქვათ. უფრო მძიმეა შენი ენერგია, უფრო ჩამოდის აქ და რაც უფრო ნაკლები რაღაც გაგაჩნია, საერთოდ ნებისმიერ რაღაც გაგაჩნია, არა მარტო ფული, შენი ქონება, მით უფრო მსუბუქი ხარ და მით უფრო შეიძლება რომ არ იყო მატერიაში ჩამოშვებული. ხო, აი ესე ითარგმნება ფულის ენერგია. და ასევე ერთ რაღაცაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ყოველთვის უნდა ეცადოთ, რომ დაიცვათ ბალანსი. რადგანაც ფული ენერგია, თუ ვიღაცა უბრალოდ ისე გაძლევთ ფულს, შეიძლება რომ თქვენგან რაღაც სხვა ენერგეტიკულ სარგებელს იღებს, ხო? ასევე ნებისმიერ რაღაცაში, როდესაც ფულს იხდით, უნდა გქონდეთ შინაგანად ამის შეგრძნება, რომ ეს ამდენი ღირს. თუ თქვენთვის ეს ამდენი არ ღირს, მაშინ ამდენის გადახდა თქვენ ცნობიერებაში რაღაცა ნეგატიურად აისახება, ასე ვთქვათ.
და ასევე ბალანსი ყველაფერში უნდა იყოს დაცული. უფასოდ, როდესაც ადამიანებს ეხმარები და იმათგან არ იღებ თანხას, მაშინ ხდება ენერგეტიკული დისბალანსი, ანუ შენგან გადის ენერგია, მაგრამ შენთან აღარ შემოდის. და როდესაც აღარ შემოდის, შენ ეს ენერგიის ნაკლებობა რაღაცნაირად დისბალანსში გაგდებს და ცუდად გხდის. და ასევე უნდა იცოდე შენ რასაც აკეთებ ვიღაცისთვის ენერგეტიკულად რამდენი ღირს. შენ თვითონ უნდა გქონდეს ჰარმონია. თუ რაღაცს თავაზობ, რაღაც მომსახურებას ვიღაცას და ეს შენი აზრით უფრო მეტი ღირს, ვიდრე რეალურად იღებ. მაშინ ყოველ შემთხვევაში ის მაინც უნდა სთხოვო სამყაროს, რომ სხვა სახით გამოგიგზავნოს ეს ენერგია, რომ არ დაგეკარგოს და დისბალანსში არ იყო. მინახია მე ადამიანები, რომლებიც ძალიან ცოტა ფულს იღებენ და თან სამყაროს თხოვენ, რომ მათი სკილები, ასე ვთქვათ, მათი ნიჭები განვითარდეს და უფრო ძლიერად შეძლონ ადამიანების დახმარება. მე პირადად, როდესაც სეანსს ვუტარებ ადამიანს, ჩემი სეანსი ღირს დღესდღეობით ახლა 250 ლარი და ეს ფასი მე თვითონ არ დავაწესი, ანუ სადაც სეანსების ჩატარება დავიწყე და დავფიქრდი იმაზე, რამდენი უნდა ყოფილიყო, ეს თანხა თვითონ მოვიდა. და მე პირადად ცოტა მებევრა, რადგანაც საქართველოსთვის ახლა 250 ლარი ერთი სეანსისთვის არ არის ცოტა. და მე როგორც ნინას გამიჩნდა უხერხულობა, მაგრამ მე რო ჩავატარე რამოდენიმე სეანსი, მივხვდი რატომ მოვიდა ეს ციფრი, რადგანაც ძალიან დიდ ენერგეტიკულ ცვლილებას ახდენს ადამიანში. და აქედან გამომდინარე, რომ შეერგოს ეს რაღაცა, ამიტომ სჭირდება, რომ შესაბამისი თანხაც გადაიხადოს. ეს რა თქმა უნდა ერთი წლის წინ იყო და დღესდღეობით კიდევ უფრო ძლიერია ჩემთან სეანსი. რა თქმა უნდა ეს დიდი ენერგეტიკული ცვლილება ხდება მაშინ, როდესაც ადამიანიც მოუყვება, ანუ მისი ცნობიერება თუ ატორმუზებს რაღაცას, მაშინ შედარებით პატარა ცვლილება ხდება. ესეთი რაღაცაც მომისმენია, რომ ვიღაცას გული დასწყვეტია, როდესაც მეგობრების წრეში ყოფილა და მეგობრებს უთქვიათ, რომ ერთი და ორი სეანსით ჩემთან რაღაც სასწაული განსხვავება იგრძნეს და თვითონ ვერ იგრძნო, იმიტომ რომ ჩემთან მოსვლა არის უბრალოდ შანსი შენი ცნობიერებისთვის, რომ დიდი ნახტომი გააკეთოს. მე პირადად ვერ გავაკეთებინებ იმ დიდ ნახტომს, თუ თვითონ არ მომყვება. ხო და ამას ვამბობ, რომ როდესაც დიდი ენერგია მიდის სადღაც, შესაბამისად იქიდანაც უნდა წამოვიდეს ენერგია, რომ იყოს ბალანსი ენერგეტიკული. ასევე პლანეტარულ პერიოდებზე არის ძალიან დამოკიდებული ბუნებრივად ეს ჩვენი ფინანსური შესაძლებლობები. როდესაც გვაქვს ვენერას პერიოდი და ვენერა ბუნებრივად ძლიერია ჩვენს რუკაში, რა თქმა უნდა, უფრო მეტი შემოსავალი გვექნება, ვიდრე როდესაც სატურნის პერიოდი გვაქვს, მაგრამ ამას ვსაუბრობ დაუმუშავებელ ადამიანში, რომელიცაც აი ესე უბრალოდ ყველაფერი ისი აქვს, როგორც რუკაშია. თუ საკუთარ თავში გავხსნით იმ კვანძებს, რაც ხელს გვიშლის, რომ ფული მივიღოთ, დამიჯერეთ, რომ სამყარო ყველა მხრიდან დაგაფერთხავთ ფულს და არ გექნებათ ამაზე სანერვიულო. ამიტომ ჩემი რჩევა არის, რომ უფრო ესე პირდაპირ ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, ვიდრე რაღაც ტექნიკები გამოვიყენოთ, ვიდრე სადღაც გარეთ ვეძებოთ ამ პრობლემის მოგვარება, იმიტომ რომ ერთადერთი მიზეზი ეხლა თუ ფული არ გაქვთ, არის მარტო საკუთარი თავი, მეტი არაფერი. აბსოლუტურად არაფერი. მარტო თქვენ ხართ მიზეზი, თუ ეხლა არ გაქვთ ფული. და თუ დაჯდებით და გულწრფელი იქნებით საკუთარ თავთან, ამას იგრძნობთ. მადლობთ ყურადღებისთვის და გისურვებთ წარმატებებს.